ანას ეკრება მაშინ დაურეკი ანას. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა სპირიტისათა. თქვენ და ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით უწმიდესი სიტყვებისაც, უწმიდესი შედრწმუნებული და დაღუნებული ამ სიტყვებს, რომ ამ ქვეყანას არაფერი იშველება და მთელი მითქმა მოთქმა საუბრები ატეხილი ამ სიტყვების გარშემო. უწმიდესი ამ სიტყვებს ამბობს მისი გამოცდილებიდან, სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, ისტორიაზე დაყრდნობით და ჩვენც ვეთანხმებით ამას. ჩვენ სულ ამას ვიძახთ, ძალიან ძლიერი მდგომარეობა არის. როდესაც და ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის ანალიზი, რომელსაც ჩაატარებს ადამიანი, წაიკითხავს საქართველოს ისტორიას და შეადარებს დღევანდელ ყოფას. როდესაც ეკლესია და მეფე ერთად იყვნენ საქართველოში და ხელისუფლება და ეკლესია ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ღვთისმსახურებათა დასაცავად ერთად იღვწოდნენ, ქვეყანა ყვაოდა და შენდებოდა. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი მწყინვალე, დავითისა და თამარის დროს ჩატარდა ორი საეკლესიო კრება. ერთი რუისურბნიცის კრება, რომელიც თქვენ იცით 1300 წელს და მეორე თამარ მეფის დასაწყისში. მეფობა დაიწყო თუ არა თამარმა, პირველი დიდი საეკლესიო კრება ჩაატარა და რუისურბნიცის კრების მსგავსი კრება, სადაც ამ კრებაზე მოხდა უღირსი სასულიერო პირების დასჯა, ლიბერალურად მოაზროვნე სასულიერო პირების განყენება, არასწორად მოქმედი პირების განყენება, სხვადასხვა ამ კრებაზე იქნა რუისურბნიცის კრებაზე მონოფიზიტების მიერ მიღებული ძალიან მკაცრი განჩინება და იგივე მოხდა თამარ მეფის დროსაც. ამითი დაიწყო მეფემ ქვეყნის მართვა. ამ დროს ამ კრებებზე მეფე ეხმარებოდა ეკლესიას უღირსი და რჯულის მოწინააღმდეგე საეკლესიო პირების ალაგბაში და მათ დასჯაში. რადგან ბიბლიის მიხედვით ეკლესიამაც და მეფემაც და ყველა ქრისტიანმა იცის ძველ აღთქმაზე დაყრდნობით, ძველი აღთქმის თანახმად, რომელიც ფაქტურად ისრაელის ისტორიაა, როდესაც მეფე და ეკლესიის მსახურები უღირსად იქცეოდნენ, ისრაელი ისჯებოდა და შავდღეში იყო, სრული ამ სიტყვის გაგებით, როდესაც იმიტომ რომ გლოვისა და ვაების დღეები უდგებოდა მათ, როდესაც მეფე კეთილმორწმუნე იყო და ეკლესიას თავის სიმაღლეზე იდგა, ძველი აღთქმის ეკლესიაზე საუბარი, გამართული იყო ებრაელთა ცხოვრება. ესე ხდებოდა საქართველოს ისტორიაში. ესე ხდებოდა სერბეთის ისტორიაში, რუსეთის ისტორიაში, მართლმადიდებლების ისტორიაში, ყოველთვის ესე ხდებოდა. ეს მეფეები ცდილობდნენ და ამ მეფეებმა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე და რჯულის სწორად შესრულებაზე იყო პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა. ამის გამო ისინი გვევლინებოდნენ მაგალითებად, პირადი მაგალითს იძლეოდნენ წმინდა ცხოვრების მეფეები და ეკლესია მათ ბაძავდა ერი, იწყებდა ღვთისმსახურის ცხოვრებას და ამ დროს ქვეყანა ლაგდებოდა, შენდებოდა, ყვავდებოდა, ივსებობდა ხვავითა და დოლათით და ამ ეპოქებს ეთქვა ოქროს ხანა. მაგრამ იყო პერიოდები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ქვეყანა იწყებდა ღმერთთან ბრძოლას. ეს ხდებოდა რჯულგამოცვლი მეფეების დროს ძალიან ხშირად. ეკლესიასთან ბრძოლას იწყებდნენ მეფეები, ურჯულო მეფეები. მაგრამ განსაკუთრებით ეს ჩვენ ბოლო პერიოდი ისტორიის, ეს არის დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას რომ ეძახდნენ, სადაც პროლეტარიატის დიქტატურა დამყარდა. აი ამ დროს შეიქმნა ღვთისბრძოლთა კავშირები, შეიქმნა ნორჩი ათეისტების კავშირები, შეიქმნა უღმერთოთა კავშირი, შეიქმნა კომკავშირი, პიონერები, ოქტომბრელები. ამ დროს თითქმის მთელი ქვეყანა
დიდი და პატარა დაუპირისპირდა ღმერთს, გაერთიანდა და დაიწყო ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაფერი ეს კი დასრულდა დიდი უბედურებით. პირველი მსოფლიო ომი და სამოქალაქო ომისა და დაახლოებით 10 მილიონი კაცი დაიღუპა რუსეთის იმპერიაში, მაშინ საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომისა და დაახლოებით 30 მილიონამდე კაცი დაიღუპა. 40 მილიონი ადამიანი შეეწირა ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას, ღმერთის ლანძღვას, ეკლესიის ლანძღვას და სასულიერო პირებზე დაცინვას და მათზე შავრაზმელების წოდებას და ბნელება და გაუნათლებლებად მონათლას ასე შემდეგ. აი ამ ქმედებას შეეწირა 40 მილიონი კაცი. საფრანგეთის მოსახლეობა მაშინ იყო დაახლოებით 25 მილიონი კაცი. ამას ყველაფერს დაემატა კიდევ 33-37 წლებში რეპრესიები, ტირილი, გოდება, ვაება, წრემლები, შიმშილი, გადასახლება, დევნილობა. სამამულო ომში რაც ხდებოდა, ხო გინახია ფილმებში მაინც რა დღეში იყო ხალხი. პეტერბურგში როდესაც ბლოკადა იყო, ესეთი ისტორიული ფაქტიც არის, ძაღლები და კატები ხო გაწყდნენ საერთო აღარ, დედამ შვილი დაკლა და სხვა შვილებს აჭამა. აი რაც ისრაელში დატრიალდა უბედურება ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმის რო ალყა შემოარტყეს. იოსებ ფლავიუსი აღწერს ამას, რომაელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და დიდი ალყა გრძელდებოდა, აი მაშინ მოხდა ესეთი რამ, ისტორიკოსები აღწერენ და იოსებ ფლავიუსი წერს, რომ აი ამ დიდი ალყის დროს რომაელების მიერ შექმნილ ალყაში შეჭამა დედამ საკუთარი შვილი აჭამა სხვებს. აი იგივე მოხდა ლენინგრადში, ლენინგრადში. წარმოვიდგინეთ ის ხალხი, ვინც გაერთიანებული იყო და რევოლუცია ერთობლივი ძალით მოახდინეს. დაანგრიეს ეკლესიები, ჩამოყარეს გუმბათიდან ჯვრები, ეკლესიები გადააფეთქეს, საწყობებად გადააკეთეს. შემდეგ ეს ხალხი 1927 წლის სტალინის რეპრესიების დროს ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთმანეთის დასმენა დაიწყეს, ერთმანეთის დახვრეტა დაიწყეს, ერთმანეთს ახვრეტინებდნენ, წარმოიდგინეთ. ვინც ამ ორ მტრიალს გადაუშდა, ისინი ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ, უმეტესობა ვინც გადარჩა, იმიტომ რომ ის ხალხი ვინც ხრიტავდა გამორჩეული კომკავშირლები იყვნენ და წინა ხაზზე საბრძოლოდ უშორდნენ, თითქმის ყველა დაიხოცა და ვინც გადარჩა, ზოგი თვე ჩავარდა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეწყდა მათი სიცოცხლე. და ესეთი მძიმე ხვედრია იმ ხალხისა, ვინც ებრძვის ეკლესიას და ისტორია ესეთ მაგალითს გვაძლევს ეკლესიასთან ბრძოლა, ესე თავდება. ვლადიმერ ულიანოვი, რომელსაც ამის სული ჩამდგმელი იყო, საერთოდ მიწას ვერ ეღრისა და დღესაც მიწის ზევით არის. დღეს ჩვენი ქვეყანა შეგნებულად თუ შეუგნებლად ღვთის წინააღმდეგ მიდის და ღვთის ბრძოლის გზაზე დგას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქმედება არაფრით არ განსხვავდება კომკავშირლებისა და უღვთოთა კავშირის ჭალებში ქმედებისაგან. ესენი ჩვეულებრივი ნეობოლშევიკები არიან. იგივე ლოზუნგები, იგივე ქმედებები, ძალაუფლება, რომელიც იგივეს გააკეთება. დღეს ძალიან ჩვენ ქვეყანაში მოდური და მოსაწონი გახდა და კაიტონა დიდლობა ეკლესიაზე აუგის თქმა, მისი მსახურების და პატრიარქის განზღვა გინება და შეურაცხყოფა. ქვეყანაში ხდება ქადაგება და დამკვიდრება უზნეობის, გარყვნილების, მამათვალობის, ნარკომანიის. ტელევიზია ძირითადად მათ უთმობს ადგილს, ზნეობრივ ხალხს და სწორი სწავლების ხალხს არ უშორდება. ეს დევნა. ოღონდ ისეთი როგორც შეიძლება 21 საუკუნეში მოხდეს. ეხლა შანთებს და შუბებს არ გაგვიყრიან ჯერ, ანტიქრისტი არ არის გასული. ეს პროცესი თუ არ შეჩერდა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება და განადგურდება. განმეორდება ის, რაც ხდებოდა ერთი საუკუნის წინ. მე მინდა შევახსენო მათ, რომ ქრისტე და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ესა იგივე ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლა. ქრისტე და ეკლესია ეს სინონიმები ერთი და იგივე არის. როდესაც გვახსოვს ჩვენ წმინდა წერილში საულე, შემდგომში პავლე მოციქულის დევნის ეკლესიას და დაუძინებელი მტერი ეკლესიის და არის ორგანიზატორი ეკლესიის ხოცვა ჟლოტის
იერუსალიმიდან მიდის დამასკოში, რადგანაც იქ გაიგო, რომ შეკრებილები არიან ქრისტიანები და მათ გასანადგურებლად. გზაში ეცხადება უფალი, რომელიც გაკაშკაშებული დიდი სინათლე ეცხადება მას და აოლე დაბრმავდება. და უფალი ეუბნება, საულ, საულ, რა ისათვის დევნი მეო? და საულ ეუბნება, ვინ ხარ შენ? და მე ისავა, ვისაც შენ დევნი. ანუ იესო ქრისტე პირდაპირ ეუბნება, შენ დევნი ეკლესიას და ეკლესია ვარ მე. მე და ეკლესია ვართ ერთი, ეს არის იესო ქრისტეს სიტყვები. იესო ქრისტე სახარებაში ამბობს, ეკლესიაში ზოგი ხელია, ზოგი ფეხია, ქრისტე თავია ეკლესიის. ეკლესია სხეულია ქრისტესი. მაცხოვარი ძაღლის ეკლესია ლოდია თავკიდული, ანუ კუთხის ლოდია, ვინც ამ ლოდს დაეცემა, დაინტრეო, ვისაც ეს ლოდი დაეცემა, გასტრისავს. მე ვარ კლდე. და პეტრე ეუბნება უფალი, პეტრე შენ ახარ კლდე და კლდეს ამაზე დააღვაშინო ეკლესიայի ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ ერეოდიან მას. მე მინდა გავავთხილო ეს ახალგაზრდები, რომლებმაც თავისი გამოუცდილობიდან, თავისი არცოდნით ესეთ ძიმე დღეში არიან, ზოგი შეგნებულად ფული აქვს დაღებული და პირდაპირ ფინანსდებიან და ამ დაფინანსების საფასურად ეს უნდა გააკეთონ, თორე გადაუკეტავენ ფულს. ჯობია არ აიღონ ეს ფული, თორე თავის თავსაც დაიღუპებენ და ქვეყანასაც დაიღუპებენ. ეს ქვეყანა არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ის მაგალითები, რაც მე მოვიყვანე, რომ ის ხალხი, ვინც ერთად ღმერთის წინააღმდეგ იბრძოდა და კონკავშირლები იყვნენ და ღვთისმშობელთა კავშირში იყვნენ, შემდგომში სულ რაღაც 10 წელში, 15 წელში ერთმანეთს დაერევნენ. სამეულები იყო, ტროიკაც ეძახდა რუსები, შეიძლებოდა სამი კაცი გაასამართო ქუჩაში ხრიტავდნენ ერთმანეთს ბოლშევიკები. ზოგს ტროცკისტები უძახეს, ხოცავდნენ, ზოგს კამენევის და ზინოვიევის მიმდევრები ეძახეს. მაგრამ თავიდან ყველამ ერთად მოაწყო რევოლუცია, ერთად იბრძოდნენ ღმერთის წინააღმდეგ. ტროცკი იყო კაცი, რომლის ბრძანებითაც ვორონეში იუდა ისკარიოტელის ძეგლი დაიდგა წარმეთქვა. აი ეს ხალხი რევოლუციონერები და ღვთის წინააღმდეგ აღზნებული და აბობოქრებული ერთმანეთს და ერთმანეთი ხოცეს. მე უბრალოდ არ მინდა ამათაც ეს დაემართო, თუ გააგრძელეს ესეთი რაღაც მოხდება. ეს ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი არის. ანუ რას ნიშნავს ეს? სასაცილოდ არ ყოფილ ზოგიერთ და იცინიან და ქილიკებენ ამაზე. ეს არ არის სასაცილო. ესე იცინოდა ნოე ჟორდანიას, როდესაც მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ იცით მებძანდა მაშინდელი პატრიარქი და უთხრა, ბატონო ნოეო, როგორ მოგიხსენოთ თქვენო? კვერექსებშიო, მეფე აღარ არის და რა ტიტულით მოგიხსენოთ და ჩვენ თქვენი მოხსენება არ გჭირდებაო. სიღატაკეში ამოხდათ სული გაქცეულებს. დამდებლებულებს და დამცირებულებს. აი ესე დაამთავროს ყველა, ვინც ღმერთის წინააღმდეგ წავიდა ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის. ანუ რას ნიშნავს ეს? როდესაც კენჭისყრა იყო თუ რომელი მოციქული საწასული იყო საქადაგებლად, საქართველოს წილახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობელმა ჩაიბარა ეს ქვეყანა და ღვთისმშობელმა მეორედ მოსვლის წინ უნდა დაახვედროს უფალს ეს ქვეყანა. სახარებაში ჩვენ ვიცით, რომ წერია, როდესაც ბატონი მიდის, თავის მონები ყავს, ერთ მონას დაუტოვებს 5 ტალანტს, მეორეს დაუმატებს 2 ტალანტს, მესამეს დაუტოვებს 1 ტალანტს. ვისაც 5-ს დაუმატებს, ის ივაჭრებს და 10 დაახვედრებს და დაბრუნებული ბატონი მოუწონებს ამას. ვისაც 2-ს დაუტოვებს, ის 4-ს დაახვედრებს და ამასაც მოუწონებს ბატონი. ვისაც 1-ს დაუტოვებს, ის იტყვის, რომ მე შემეში და არ დამეკარგავ, ამიტომ არაფერი არ გამიკეთებია და ბატონი უსაყვედურებს და კაცრად მოკითხავს მას პასუხს. რომ მან არ გაამრავლა და არ უპატრონა იმ ტალანტს, რომელიც მას ჩააბარა ღმერთმა. ეს ჩვენი ვიცით მოხდავმა ადამიანებმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იესო ქრისტეს დედამ მით უფრო მეტი იცის. მან იცის, რომ ეს ქვეყანა, რომელიც მას უფალმა ჩააბარა, აუცილებლად მეორედ მოსვლისას უნდა დაახვედროს ქრისტეს. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დაუშვებს ამ ქვეყანაში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და მტრობას. თუ ეს საქმე ჩვენმა ხელისუფლებამ არ აღკვეთა და თუ ეს ჩვენ რაც უნდა დაარქვას ადამიანთა უფლებების მოტივით რითიც უნდა სხვებს ხო იცავენ ამ ლოზუნგებით რომ ადამიანთა უფლებება რელიგიურ უფლებების შეურაცხყოფა ჩვენ რა არ შეურაცხყოფენ
როდესაც ჩემ პატრიარქს აგინებენ, მე ლანძღავენ ეკლესიას, სიწმინდეებს ლანძღავენ, ქილიკო, მე ჩემი შეურაცხყოფა არ არის? თუ კი არ შეიძლება იაღვეველების და მუსულმანების და კათოლიკების ესესავ ჩემზე, რატო შეიძლება? თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, რაც ბიზანტიის იმპერიაში მოხდა, და იცით რაც მოხდა, რომ ღმერთმა ბიზანტიის იმპერატორს და ეკლესიას დაავალა ქვეყნის დაცვა და ესეა. მეფე იცავს ქვეყანას ფიზიკურად, ეკლესია იცავს სულიერად. მეფეს ევალება ქვეყანაში ანუ ხელისუფალს ზნეობრიობის დაცვა, ტრადიციების დაცვა, რამაც აქადან უყვანდა ეკლესიის დაცვა. თუ ამას არ გააკეთებს ეკლესია თავის სიმაღლეზე და არ გააკეთებს ხელისუფლება, ღმერთი ერთსაც გაწევს და მეორესაც, როგორც ეს ბიზანტიაში მოხდა და მათ მაგერ მოიყვანს სხვებს. ბიზანტიაში ეს სხვები იყვნენ თურქ-სელჩუკები. უბრალოდ ოსმალები. და ოსმალების შემოსვლამდე ბიზანტიის იმპერიაში იყო ლიბერალური კათოლიკური გუნდრუკის კმევა. გრიგოლ პალამას ცხოვრება ამაზე მეტყველებს და მარკოს ეფესელის ცხოვრება. როდესაც თელმა სინოდმა, იმიტომ რომ ვითომ უფრო კარგად ვიცხოვროთ და ევროპელები მოგვეხმარებიან ოსმალთა წინააღმდეგ ომში გაყიდეს რჯული და სარწმუნოება, ღმერთმა ერთიც გადააყენა მეორე და მოიყოლა ოსმალები. მოსულ ოსმალებს აღარ აწყობდათ ბიზანტიის იმპერიაში კათოლიკური სულისკვეთება და აზროვნება, რადგანაც ეშინოდათ რომ ამ შემთხვევაში ბიზანტიელი ბერძნები და ევროპელები ერთ აზრზე დადგებოდნენ და შეიძლება აჯანყება დაეწყო და ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყოთ ოსმალეთის წინააღმდეგ, ამიტომ ისინი ყველანაირად ხელს უწყობდნენ ბიზანტიაში მართლმადიდებლობის წინ წამოწევას და კათოლიკური აზროვნების წინააღმდეგ იბრძოდნენ, არასწორი სარწმუნოების წინააღმდეგ. ანუ ისაც უნდა გაეკეთებინა მეფეს და არ გააკეთა და გაეკეთებინა ეკლესიას და არ გააკეთა, ღმერთმა ერთიც გაწია მეორე და მოიყვანა ოსმალები. ოსმალებმა გამოუშვეს მანამდე ციხეში მყოფი ყველა მართლმადიდებლები დაჭერილი ყავდათ, ისინი მოვიდნენ ქვეყანაში და ქვეყანამ ამოისუნთქა სარწმუნოების მხრივ. წაიკითხეთ პირდაპირ ასერი იმის შედეგად ბერძნები, ჩვენ გვირჩევნია ოსმალური ჩალმის ყურებას, რომის პაპის ტიარის ყურებას. 3 საუკუნე ბერძნები ცხოვრობდნენ მშვიდად. ღმერთმა დაიფაროს რომ ეს მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. და თუ ესე გაგრძელდა რომ თავის ხალხს, თავის რჩეულს ერს ხელისუფლება არ დაიცავს ნარკომანიისაგან, გაყვნილებისაგან, უზნეობისაგან, მამათვალობის გადაგებისაგან, აი ეს მოხდება, რასაც ვიძახი. ჩვენ ხო ამოდით ეკლესია ხო ამბობდა რომ მიშა სააკაშვილს ეს მოი დაგცინოდნენ. მეუნებოდი გიჟი ხარ რომ მამაო რებს ლაპარაკობენ შენ. მეუნებოდი რომ მიშა დაიჯება და იცინოდნენ კარგია რა. და მე ამას იცით რატომ ვამბობდი? ისტორიაზე დაყრდნობით ვამბობდი. თორე ისეთი ძალაუფლება ქონა წინა ხელისუფალს ამას ვინ წარმოადგენდა, ეხლა ვხედავთ ხო რამ ხელა ზურგია. ხან სახურავებზე დარბის და ხარადღეშია კაცი, მაგრამ ვერაფერს არ უშობია. იმ ხელა ძალები დგანან მის უკან. მაგრამ ნახეთ ღმერთმა რა გაუკეთა. მე ძალიან ბევრი ახლობლები მიყავს ხელისუფლებაში. ჩვენთან სულიერი ურთიერთობაც აქვს, მეგობრული ურთიერთობაც აქვს და მე ამ ხალხზე ვლოცულობ და მინდა რომ ამ ხალხმა მართოს ეს ქვეყანა. და მე მინდა ეს ხალხი სწორ პოზიციაზე დადგა. თუ უნდათ რომ ეს ქვეყანა მართოს, სწორად უნდა მოიქცნენ. თუ არ მოიქცევენ სწორად, პასუხისგება მოუწევდა. მათ უკვე ვეღარც მღვდლის ლოცვა უშველეს და ვეღარც ეპისკოპოსს და ვეღარც პატრიარქს. აი ეს ყველაფერი იცის უწმინდესმა, ჩემზე მეტად, ჩემზე კარგად. ის ჩვენზე ბევრად სულიერი ადამიანი, რამდენი წლო რა ასაკისლოვანებაც მაქვს, მარტო იმდენი ხანი პატრიარქი აკვეცილი და ბერია. მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ამიტომ არის რომ შეწუხებული არის. აი როგორც დედამ იცის რომ შვილი ფეხში შველა რომ დარბის. აუცილებლად გაცივდება. იცის რომ ბავშვი ეთამაშება ძაღლს, სოფიან ძაღლს, ეს ძაღლი უკმეს და დაგლიჯავს. იცის რომ ბავშვი ზოოპარკში თუ გაიქცა შვილს და ლომის გალიასთან მივიდა ლომი დაგლიჯავს. ეს ყველაფერი იცის უწმინდეს და ამიტოა შეწუხებული როა. და აქვს ამის უფლებაც. ღმერთმა ესე აფრთხილებდა ივანე კრონშტადტელი რუსეთის სამღვდელოებას და ეკლესიას, თეოფანე დაყუდებლე ბევრი წმინდა მამები. თუ მივიღებთ ამ გაფრთხილებას, როგორც ბიზანტიამ მიიღო გრიგოლ პალამას გაფრთხილება, 1 საუკუნით გადაიწია ბიზანტიის დაცემა. კონსტანტინოპოლის დაცემა. გრიგოლ პალამა სანამ დაეცემა და კონსტანტინოპოლი მანამდე გადაგებდა. და
მისმა ქადაგებამ ამხელდა ლათინო პაპისტებს, კათოლიკებს, განსაკუთრებით ვარლაამი იყო ესეთი შემოგზავნილი მათგან ვითომ მართლმადიდებელი ამხელდა მას და გრიგოლ პალამას თხო ქადაგებით მოწოდებით თერმა ბიზანტიამ კონსტანტინოპოლში დაიწყა იესოს ლოცვის ლოცვა. ეხვეწებოდა ღმერთს, მარხვი და ლოცვი და ღმერთმა ბიზანტია დატოვა 1 საუკუნე კიდე არსებობდა. მაგრამ როდესაც იგივე განსაცდელი გამეორდა იმის მაგერო ისე უფლისთვის მიემართათ, კათოლიკობა მოიდომეს და ჯული გამოიცვალეს ეკლესიამაც, იმპერატორს და ყველამ. დაემხო ბიზანტია აღარ არსებობდა დღეს კონსტანტინოპოლი სტამბულია. აი ეს რომ არ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ არის შეწუხებული რო ეკლესია და მისი საჭეთპრობელი. რა განაესე ჩვენ თვალსა და ხელში არ დაიშალა სერბეთი. სულ ახლა არ დაიშალა სერბეთი. ცალკე კოსოვო გამოყეს, ჩერნოგორია გამოყეს. ერთი ხალხი არის ჩერნოგორიები და სერბეთი. აი როგორც იმერლები და იმერული აქცენტია სხვანაირი და თქვა თბილისში სხვანაირად ლაპარაკობ, აი ესე არის ჩერნოგორიელები და სერბები. მაკედონიელები და სერბები ერთნი არიან. და როგორ დაშალეს და დაანაწილეს, რატო? წოდების გამო. და ერთი სცენარით მიდის საქართველოს და სერბეთის ისტორია. ბოლო ისტორია. თავის პრემიერის არჩევით და გარდაცვალებით და მთელი პერიპეტიებით. ეს იცის პატრიარქმა, ეს ვიცით ჩვენ და იცის ეკლესია. ამიტომ ვარ შეწუხებულები რო ვართ. ეს ხალხი, ვინც ამის შემკვეთებია, ყველა გაიქცევა, კანაგრა არ დარჩება. როგორც ნოე ჟორდანია გაიქცა, როგორც სააკაშვილი გაიქცა და თავში ყველა გაიქცევა, იმიტომ აქ არავინ არ დარჩება. მათ თავითი მოგუჩებული აქვს საზღვარგარეთ ბანკებში ყველა კარგად არის. და წავიდნენ გაგვანებოთავ, ეხლავე წავიდნენ, კაცო, მოწოთი გაურობა წავიდნენ, ებრენი, კაცო. აქ დავჩებით ჩვენ. და ვინ დაგვიპირისპირდება, კიდე სათქმელია, ოსმალები იქნებიან, ესენი დღეს თურქებად წოდებული და რუსები იქნებიან. კიდე საკითხავი იქნება. ვის ხელში დაუშვებს ღმერთი ჩვენ ჩავარდნას, თუ ჭკუით არ ვიქენით. თუ ჭკუით ვიქენით, ყველაფერი დაალაგდება. ღმერთმა ჩვენი ქვეყანა დაიფაროს. ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ჩვენი პატრიარქი და ჩვენი წმინდა სინოდი სწორ გზაზე ატაროს და მათი ლოცვებით ჩვენი ერი დაიფაროს. უფალო შეგვიწყალე და ბაწყობი ჩვენ. ამინ.